დილამშვიდობისა მეგობრებო. აი ესეთი ხედი გვაქვს. ჩვენი რომელი წავედით საუზმეზე. ცოტა ვაგვიანებთ, ბოლო 9 საათი დარჩა და დამთავრდება საუზმე. რა ჩაგვეცინოთ, ძალიან დავეცინეთ. აბა ვნახოთ როგორი საუზმეა. აი ეს ყველი მიყვარს ძალიან. გიოსტებში გთხოვთ. აი ეს გამეყურება ჩვენი საუზმე, მეავიღე ასევე იოგურტი და ჩირი და რაღაცები, ამიტომ გავიკეთებ. ძალიან მომეწონა აქაური პურები, სხვათა შორის, აი უგემრიელესია. ესეც ჩემი ლატე და ცოტათი არის საოცარი ამინდია როგორც ხედავთ ესეთი მზე არის საკმაოდ იშვიათი აპრილის თვეში ყოველ შემთხვევაში პრაღაში და მიხარია რომ ესე ძალიან გაგვიმართლა გავალთ ახლა Old Town-ში გავათვალიერებთ ყველაფერს და მერე სადმე გემრიელად შევჭამთ ნახეთ რა მაგარ ადგილას მოვედით ეს არის მუზეუმი ძველი მანქანების, ასევე თვითმფრინავების, მოტოციკლეტების და ყველაფრის. მაგალითად ეს მანქანა 1906 წლის არის და ნახეთ როგორია, ძალიან მომწონს. აი მუზეუმი საინტერესო მუზეუმია. ყველას გირჩევთ აქ მოსვლას. როგორი მატარებლებია ეს მაგალითად 1931 წლის არის და აი ესეთი კუპეები არის შიგნით შეგახედოთ წამით. კარგად არჩა. 1914 წელი. აი ეს მანქანა ძალიან მომწონს, მე მგონი ჩემი ფავორიტი არის. ნახეთ რა ლამაზი. ადრე მატარებლებს რომ ხალაბრობლები ქონათ და პირველი ნაბიჯის ადგილ ალბათ ძალიან რთული იქნება. ძალიან მაღალია. ეხეთ როგორი ფრენდი ეს იაგუარის ნათესავია. ნელი იაგუარი. ესეც Nike-ის იალქნიანი გემი, სადაც ესეთი კაცი ყავს შიგნით. ეს არის სასწრაფოს მანქანა, პრალედი ქვია და უკან როგორც ხედავთ აი ეწოდებული კატაფალკა, სადაც უკან სურათისთვის ისიც კი არის ადგილი. ნუ არ ვიცი, გაოცებული. ბუგატი. ეხლა უკვე ავიდეთ ზევით აი აქ მეორე სართულზე. 1942 წლის მოტოციკლეტი და ნახეთ. ფიცი დადიოდნენ. 1929 წელს ესეთ ჩასადები ქონდათ ინტერვიუსთვის ყავის. ეს კიდევ ჰარლი დევიდსონის ერთ-ერთი პირველი კონკურენტია ინდიანი. ნახეთ როგორი ლამაზია. აი ეს არის ჰარლი დევიდსონის პირველი მოდელი. 1909 წელს UX-ი როგორ იყო გადაწყვეტილი. ესე იგი სიგნალი ქონდა გვერდზე ვინც ეჯდა. ჯერ თვითონ ამ მოდელზეც ვისაუბროთ როგორი არის ხო? ანუ ეს იქნებოდა ალბათ იდეალური ვარიანტი ტაქსისთვისაც.
დაჯდებოდა აქ ადამიანი და წინ თუ რაღაც მოხდებოდა მიუსიგნალებდა გვერდზე მჯდომი მგზავრი. ეს არის ნუ ის საოცრება. ეთყობა აქ არ დაეტიათ და გააკეთეს აქეთ ხარეს. სასწაულია. აქ მზადდებოდა შოკოლადი და შაქარი, მაგის ქარხანა იყო. ნახეთ რა საინტერესოა. ვაუ. ისეთ ტელესკოპი. ძველი, რომელი წლის არის? სადაც წერია? არ წერია ეს ცალ-ცალ. აი, 1968. ვაუ. რა რომელ წელს მოხდა? 1791 წელს აღმოუჩენიათ პლანეტა ურანი და აი მსგავსი ინფორმაციები არის აქ. ხოლო აქ უკვე საათის მექანიზმი არის. უკვე სატელევიზიო სივრცე და ნახოთ როგორი ტელევიზიები იყო. ბევრი წლის წინ. ნახეთ, ვაიმე რა მაგარია. ვაიმე რა მაგარია. რა ამაზე ხედი იშლება. How much better can I show my love for you than say I do, I do, I do. I do, I do, I do. ნახეთ რა ლამაზია უბრალოდ ახლა ერთ-ერთ ქუჩაზე მოვდიოდით და ჩემი აზრით გაჩერებად ნამდვილად ღირდა. ძალიან ლამაზი ქალაქი არის აქეთ მხარე განსაკუთრებით უკვე Old Town-ს ვახალდებით. ამინდი არის რაღაცა საერთოდ კარგი, მგონია რა. მალე აცივდება, არ ვიცი 15 გრადუსი არის და ვერ ვიჯარებ, რომ 15 გრადუსი არის. საოცარი ამინდი დაგვემთხვა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესე გაგვიმართლა, უკვე ბევრჯერ ვახსენე ვიცი, მაგრამ აი ამ ხუთშიც კი მეცხელა და გიო საერთოდ მაისურით დადის. მოვედით საათის სანახავად. ეს არის აი ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი. Old Town-ში გახლავთ და გარშემო არის ძალიან ბევრი კაფეები და ბარები და თითქმის ყველა ადამიანი სვამს ლუდს. ძალიან მომწონს სხვათა შორის ეგ კულტურა. ნახეთ რა სილამაზეა. აი აქ იღებენ სურათებს და არის ძალიან დიდი რიგი. ამ საათზე შეგიძლიათ ასვლათ და ძალიან ლამაზი ხედები იშლება და ჩვენც ალბათ ავალთ ახლა ეს მგონია. ავალთ ხო ჩვენ? საათზე მთავარია რიგები არ იყოს. აი აქ საათთან არის Starbucks-ი. შევიდეთ ახლა და ვნახოთ. რა უნდა ვნახოთ? ყველგან ეს იგივეა, მაგრამ მაინც მე და დედა სალომონის გიჟები, ტყუპები ვითმართ. ძალიან მომწონს. ლამაზი ფერია ძალიან. აი ეს მომეწონა. უბრალოდ ხო სალომონი ვერ ვიპოვე. ისინი სხვა შორის მქონდა 2016 წელს თუ უფრო ადრე. ახლა პატარა რა ვიყავე.
არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, მომწონს თუ არა ეს ფერები. ვაი, რა დავინახე. აი ესეთი ლამაზი ქუჩა არის საშოპინგოდ. ნახეთ როგორი ქუჩაა, აქ არის მაღაზიები, ჯერჯერობით არც ერთი მაღაზია დიდად არ მომეწონა, აი არაფერი საერთოდ, ფუთლოკერშიც არაფერი არ იყო და ეხლა შევალთ სეფორაში. კაკა. აი, ყველაფერი ძალიან ლამაზი არის მართლა. ეხლა შემოვედით half price-ში, რომელიც დაახლოებით TK Maxx-ის ვარიანტში არის, საკმაოდ დაბალ ფასად არის. ფრენდული რაღაცები და ჰანტერის ბოტები ვნახე, რაც ალბათ გეცოდინებათ როგორი პოპულარული არის და თან ყველგან sold out-ია და აქ არის საკმაოდ კარგ ფასად. ფერებიც არჩევანი არის, უკეთესი ფასია და აი კროქსებიც არის. ასმენები ჩვენ უკვე ავიღეთ, საკმაოდ ბევრი რაღაცა. საკმაოდ კარგი გასახდელია სპორტესორის და ცოტა ხალხი. ეს მაისური მომწონს ძალიან, კაპას ტენისის მაისური არის და ძალიან საყვარელი დეტალი აქვს აქ ორი ჩოგანი. და ამას ავიღებ, მე მგონი ღირს 15 евро და მოკლედ პრაღაში მოხდებით, გირჩევთ რომ half price-ში შემოიხედოთ და დავათვალიეროთ რაღაცები, შეიძლება ძალიან კარგი ნივთები იპოვოთ შემთხვევით. წავედი ახლა, გადავიხდი და ცოტას დავისვენებ, იმიტომ რომ აი ძალიან დავიღალე. და დღეს ვაპირებთ რომ წავიდეთ ზოოპარკში. დარწმუნებული ვარ რომ იქნება ძალიან კარგი ზოოპარკი და წამოდით ჩვენთან ერთად. ეხლა დავათვალიერეთ ეგზოტიკური ფრინველები და რამოდენიმე სივრცე იყო, სადაც ანუ შეხებაც შეგიძლია და აქ მაგალითად არ არიან ჩაკეტილები. ჩვენ შევედით მათ სივრცეში და ცოტა საშიში იყო სიმართლე ვეკითხეთ, იმიტომ რომ მე მეშინია დიდი ფრინველების. არის? ყველაზე უძველესი ფრინველი. პირდაპირ თავმავალი არის პტეროდაქტილის დინოზავრის რა. ვიცი ის სტანი ფრინველი დინოზავრი რა იყო. დიდი ცხვირი მოხწოდიან. აი მაგის თავარი თავმავალია. აი დინოზავრის თავის ქალა არის აქ. აი სპილოებიც ნახეთ. ნახეთ რა საყვარლები არიან. ძალიან მეცოდებიან, ესე რო არიან გამოკეტილები. მოვედით ჩემი საყვარელი ცხოველი სანახავად, ჟირაფები. გიჟდები ისე მიყვარს. წერო, ნახეთ როგორი ქანდაკებასავით არის. აღარ არის აქ გისასები და პირდაპირ დაფრინავენ. აი მე იქით ნახეთ თავამაზი. შევკვეთეთ შნიცელები, სოსისები, ბიურები და ძალიან მომეწონა ეს ხუთი სხვათა შორის პილსნერი არის. ჩამოსასხმელი, აი 100-დანათია მართლაც. აი ხო და ეგ მეცერ გავიგე რა. ნახეთ როგორი ლამაზი მაგნიტებია. ვცდილობ რომ სადაც მოგზაურობ ყველგან ვიყიდო მაგნიტები და ეხლა წავარჩევთ. ეს არის ჟელიბონების მაღაზია და ესეთი ორიგინალური ჯერჯერობით არ მინახავს. ნახეთ. აი ძალიან კარგი გარემო არის და ყველაფერი მინდა რომ გავსინჯო აბსოლუტურად. პრაღის სასახლის სანახავად ამოვედით, უამრავი კიბე ამოვიარეთ და ესეთი უამოსესი ხედები ისრება აქ. ძალიან მოგწონს მე და დედას
გიო ცოტა იქით არის ჭრილში, სადაც მზე არის მარტო ჩვენ ვართ. ნახავთ ახლა სასახლესაც და მე ისევ ჩავალთ. ცოტა კი ვიწვალეთ ამოსვლაზე, იმდენ კიბე იყო, მაგრამ მე მგონი ღირდა. ეს ხოდ ნაწილი არის. აქედან უნდა გავიდეთ მე მთავარ შესასვლელთან, რომელიც დარწმუნებული ვარ, უფრო ლამაზი იქნება. ეს არის ბაღი. და იქით კიდევ ხედები არის. საკმაოდ ბევრი გადმოსახედი არის და ლამაზი ადგილი არის აქ. ძალიან ცნობილი პრაღაში, იმიტომ რომ 1400 რაღაცა წლიდან არის ამ ადგილას და დღემდე ფუნქციონირებს და არის უამრავი ადამიანი. ძალიან კარგი გარემო არის, ყველა სვამს, უდებს ისე ჩამოატარებენ და პირდაპირ შეგიძლიათ თხოვოთ და დაგიდებენ ყოველგვარი ლუდინის და შეკვეთის გარეშე. მართლა არის ისეთი ადგილი, სადაც უბრალოდ მოხვიდეთ და დალიოთ გემრიელად და ამავდროულად საჭმელებით ძალიან გემრიელია. ახლა სტარტერი მოვიდა, ესეთი კისრის ნაწილია. მე ზოგადად არ მოყვარს ესეთი ხორცები, მაგრამ ვისაც მოყვარს ძალიან მოეწონება, გაჩვენებთ ახლავე. აი ესე გამოიყურება და ამ ადგილს ქვია უფლეკო, ხო? უფლეკო ქვია ამ რესტორანს და აუცილებლად მობრძანდით. ხაკეძებსაც გაჩვენებთ ესეც მოგვიტანენ. გიო მიირთმევს სოსისებს. დედა მიირთმევს, რას მიირთმევს? ჭანჭი. და ჩემი არის ქათამი. და ძალიან კარგად გამოიყურება. ეხლა მოვედით ძალიან ლამაზ ადგილას, რომელიც არის ერთ-ერთი ხიდის ქვეშ პატარა კუნძულზე და აქვთ ძალიან გემრიელი ყავები, აი ესეთ ჯიხურივით არის, მანქანა ჯიხური და აი ეს მაჩა ავიღე, მაინტერესებს როგორი იქნებათ აქ. ძალიან ლამაზად გამოიყურება და გავაგებთ აბა. კარგია, უბრალოდ მოსარევია. ეხლა მარტო ჟოლოს ჯემი დავრდი და ძალიან გეუბნები. მეც მინდა რა გავსინჯო. მოდი. მაჩა მიყვარს ერთი.